თქვენი ენერგიებთან მუშაობის შესახებ მამა აბსოლუტის გზავნილი 25 ნოემბერი 2016 წელი. მოგესალმებით ჩემო ძვირფასო და საყვარელო შვილებო. დღეს მე მოგიყვებით თუ როგორ გამოიყენოთ თქვენი ახალი ენერგეტიკული შესაძლებლობები, რომელიც ყოველ თქვენგანში სულ უფრო და უფრო მეტად იხსნება. თანთანობით ეს ხდება ინსტრუმენტი, რომელიც შეგიძლიათ ზეგავლენა იქონიოთ თქვენ სხეულებზე, ცნობიერებაზე და თქვენი ცხოვრების მოვლენებზე. სხვა სიტყვებით რომ თქვა, თქვენ სწავლობთ თქვენი სხეულის ემოციებისა და ცხოვრების მართვას. მოდით ყველაფერი თანმიმდევრულად განვიხილოთ. დავიწყოთ თქვენი სხეულებით. თუ ადრე ენერგეტიკული მკურნალობა თქვენ რთულად, უჩვეულო და მიუღწევლად გეჩვენებოდათ, ახლა ბევრ თქვენგან შეუძლია მოუხმოს ღვთაებრივ ენერგიას და მიმართოს ის საკუთარი სხეულის იმ ნაწილში, რომელშიც გრძნობს ტკივილსა და თქვენ იგრძნობთ თუ როგორ გისმენთ თქვენ ენერგია, როგორ ათბობს მტკივან ადგილს, ხოლო ზოგჯერ ის პულსაციასაც იწყებს. რადგანაც ასე გამოხატავს მირთმივად გაგზავნილ ენერგიებთან ურთიერთქმედებას. ზოგიერთი თქვენგანი, როდესაც ღვთაებრივ ენერგიას უხმობს, მას გრძნობს სხეულში და იდებს მტკივან ადგილას თავის მყურვალე ხელებს. ძალიან ბევრ ადამიანს უვითარდება მკურნალის შესაძლებლობები და თქვენ ჩემო ძვირფასებო იწყებთ არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ თქვენი ახლობლების განკურნებასაც. იგივე ხდება თქვენს ცნობიერებასთან. როდესაც გრძნობთ გაღიზიანებას, ბრალს ან წყენას, თქვენ უხმობთ სინათლისა და სიყვარულის ენერგიას და ანეიტრალით ნეგატიურ ენერგიებს და არ აძლევთ მათ ნებას, რომ გაბერძნენ და ძალა მიიღო. ამით კი თქვენ მკურნავთ და წმენთ თქვენს სულს და არ აძლევთ ნებას, რომ მესამე განზომილების დაბალ ვიბრაციებში ჩავიდეს. ასევე ბევრმა თქვენგანმა უკვე ისწავლა საკუთარი ცხოვრების მართვა, როდესაც თქვენ დასახმარებლად უხმობთ საკუთარი წარმოსახვით მაღალი ვიბრაციის ღვთაებრივ ენერგიებს და მათი დახმარებით აფორმირებთ თქვენ ცხოვრებაში მოვლენებს, რომლებიც თქვენი სულისათვის სასურველს წარმოადგენს. დღეს კი მე მსურს მოვაწესრიგოთ თქვენი ეს მუშაობა და მოგცეთ რამდენიმე რჩევა, რომლებიც დაგეხმარებათ შეცდომას, რომ აარიდოთ თავი და მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენთვის ბოძებული ღვთაებრივი ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებაც ოდესღაც თქვენ კარგად იცოდით, თუმცა დროის გასვლასთან ერთად დაკარგეთ თქვენი შესაძლებლობები. ამრიგად პირველი და უცვლელი წესი ამბობს, რომ გამოიყენეთ თქვენი ნიჭები რაიმე ეგოისტური მისწრაფების გარეშე და ყველასათვის ასიკეთო გზით. მეორე წესი, არასოდეს გამოიყენოთ ის, როგორც ხვებზე მაღლა დგომის საშუალება, რადგანაც ეს მიგიყვანს სულიერ ამპარტავნებამდე და დაგხევთ უკან. მესამე წესი, გამკურნეთ სხვა ადამიანები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი გთხოვენ ამის შესახებ და თუ იგრძნობთ, რომ მიიღებენ ამ საჩუქარს, იმის სრული გაგებით, რომ ეს არის მათი გათვითცნობიერებული მუშაობისა და სულიერი განვითარებისთვის მხოლოდ დახმარება და პირველი ბიძგი. მეოთხე წესი, იმუშავებთ ენერგიებთან მხოლოდ მაშინ, როდესაც იმყოფებთ მშვიდ და ჰარმონიულ მდგომარეობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მუშაობა არ იქნება სრულფასოვანი და ზოგჯერ შეიძლება ზიანიც კი მოიტანოს, რადგანაც მაღალი ვიბრაციის ღვთაებრივი ენერგიების ნაცვლად თქვენ ადამიანებს გაუნაწილებთ დაბალი ვიბრაციული ენერგიებს, რომელშიც ტყვეობაშიც მოხვდით. მეხუთე წესი, ნურასოდეს გააზვიადეთ თქვენი შესაძლებლობების და არ ჩავარდეთ ამპარტავნებაში, რადგანაც ამგვარად თქვენ შეიძლება მოიზიდოთ ქვედა ასტრალის არსებები, რომლებიც იკვებებიან სიამაყისა და შედმაღლობის ენერგიით. მეექვსე წესი, მუდმივად სრულყავით თქვენი მუშაობა, რადგანაც ყოველდღიურად დედამიწაზე მოდიან სულ უფრო და უფრო ახალი ენერგიები, რომლებსაც სასწაულების ჩადენა შეუძლიათ. მეშვიდე წესი, გახსოვდეთ, რომ თქვენ შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. გჯეროდეთ საკუთარი თავებისა და არასოდეს გაჩერდით მიღწეულს. როცავთ ჩემო ძვირფასებო და გისურვებთ წარმატებას ამ უჩვეული და საინტერესო მუშაობაში მაღალი ვიბრაციის ენერგიებთან, რომლებსაც სამყაროს გულუხვად გიზიარებთ. გზავნილი მიიღო მართამ, თარგმნა წაიკითხა გოჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენ დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.